მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ კოლეგი, ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები. უფრო კონკრეტულად კი მე-9 წესი, რომელიც გულისხმობს ნაოსნობას ვიწრო გასასვლელებში. როგორც ყოველთვის, სანამ დავიწყებთ, მოდით გადავხედოთ ამ წესს და განვიხილოთ სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით. წესის პირველივე პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ გემა, რომელიც მოძრაობს ვიწრო გასასვლელში ან ფარვატერის გასწვრივ, უნდა დაიკავოს გასასვლელის გარე ზღვარი ან ფარვატერი მის მარჯვენა ბორტთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი და უსაფრთხოა. აქედან ვიგებთ, რომ როდესაც მოძრაობას იწყებთ, უნდა დაიკავოთ არხის მარჯვენა მხარე და ეს ლოგიკურიც არის, რადგან თუ წარმოიდგენთ ორი გემის პირისპირ შემხვედრ სიტუაციას, ორივე მათგანმა უნდა დაიჭიროს მარჯვენა მხარე, რათა ერთმანეთს გვერდია უარონ მარცხენა მხრიდან. ასე რომ როგორც წესი გვეუბნება, ვიწროებში ან ფარვატერში მოძრაობისას უნდა დაიკავოთ მარჯვენა მხარე, რათა მოძრაობისას უსაფრთხოდ შეძლოთ შემხვედრი გემისათვის გვერდის აქცევა. შემდეგი თავის თანახმად 20 მეტრზე ნაკლები სიგრძის ან აფრიანმა გემმა არ უნდა შეაფერხოს ისეთი გემის მოძრაობა, რომელიც უსაფრთხოდ გადის მხოლოდ ვიწროებში ან ფარვატერში. ეს წესი განსაზღვრავს გემებს შორის უპირატესობის პრინციპს ვიწრო არხებში და ფარვატერებში. კერძოდ, პატარა ზომის ან აფრიანი გემები ვალდებულნი არიან არ შეაფერხონ დიდი გემები, რომლებიც მოძრაობენ ვიწრო წყლის სივრცეში, ანუ ისეთ ადგილას, სადაც მათ თავისუფლად მანევრირება შეზღუდული აქვთ. მოდით აქვე გადავიდეთ შემდეგ პარაგრაფზე, სადაც ვკითხულობთ, რომ თევზჭერით დაკავებულმა გემმა არ უნდა შეაფერხოს ნებისმიერი სხვა გემის მოძრაობა, რომელიც მოძრაობს ვიწროებში ან ფარვატერში. როგორც ზემოთ ვთქვით, წესი განსაზღვრავს გემებს შორის უპირატესობის პრინციპს ვიწრო არხებში და ფარვატერებში და ადგენს, რომ გემისთვის, რომლისთვისაც უფრო მოსახერხებელია მანევრირება, მართებს მეტი პასუხისმგებლობა და მას ეკისრება ვალდებულება წინასწარ და დროულად გაეცალოს გზას, სადაც დიდი გემები მოძრაობენ. მოდით ეს გადავიტანოთ ვიდეო სიმულაციაზე, სადაც გვყავს სატვირთო გემი, რომელიც კვეთს არხს და აგრეთვე გვყავს 20 მეტრზე ნაკლები სიგრძის გემები, რომლებაც არ უნდა შეუშალონ ხელი სატვირთო გემს, რომელიც უსაფრთხოდ კვეთს არხს. მაგრამ მათ შეუძლიათ თავისუფლად შევიდნენ არხში მას შემდეგ, რაც სატვირთო გემი მათ გასცდება. პარაგრაფი D. გემმა არ უნდა გადაკვეთოს ვიწრო გასასვლელი ან ფარვატერი, თუ ასეთი გადაკვეთა აფერხებს სხვა გემის მოძრაობას, რომელიც უსაფრთხოდ გადის მხოლოდ ვიწროებში ან ფარვატერში. ამ უკანასკნელს შეუძლია გამოიყენოს 34 წესის B პუნქტით გათვალისწინებული ხმოვანი სიგნალი, თუ ის არ ენდობა იმ გემის ქმედებას, რომელიც კვეთს ფარვატერს. ამჯერად ბალკერს სურს, რომ გადაკვეთოს არხი, ნავთობ ტანკერი კი ამ დროს განაგრძობს არხში უსაფრთხო ნავიგაციას. წესის თანახმად ბალკერს არ შეუძლია გადაკვეთა, თუ ის აფერხებს სხვა გემის მოძრაობას. ამ დროს ტანკერს შეუძლია გამოიყენოს 5 მოკლე სიგნალი, თუ ის არ ეთანხმება გადამკვეთი გემის განზრახვას. მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ბალკერი წესის მიხედვით არ უნდა კვეთდეს გზას, ეს სიტუაცია მაინც შეიძლება ჩაითვალოს კურსების გადაკვეთის შემთხვევად კოლეგის მე-15 წესის თანახმად, რომელიც ამბობს, რომ თუ გემები ერთმანეთის კურსს კვეთენ და არსებობს შეჯახების საფრთხე, მაშინ გემმა, რომელსაც მეორე გემი მისი მარჯვენა ბორტიდან ჰყავს, ვალდებულია გზა დაუთმოს. ეს კი ავტომატურად გაგვახსენებს მერვე წესს, რომელიც ხაზგასმით ამბობს. გზის დათმობაც კი არ ათავისუფლებს გემს ვალდებულებისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დროული მოქმედება შეჯახების თავიდან ასაცილებლად. მოდით ახლა განვიხილოთ თავი, რომელშიც საუბარია გასწრებაზე. ეს პარაგრაფი ამბობს, რომ ვიწროებში ან ფარვატერში გასწრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ გამსწრები გემი ასრულებს ქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გავლას. გემს, რომელზეც ხორციელდება გასწრება, აუცილებლად უნდა ეცნობს ამ ქმედებების შესახებ 34 წესისა და I პუნქტებით გათვალისწინებული ხმოვანი სიგნალით და შეასრულოს ქმედება, რომელიც ნებას რთავს გამსწრებ გემს გასწრებაზე. თუ გასასწრები გემი არ ენდობა გამსწრები გემის უსაფრთხო ქმედებას, მას შეუძლია მისცეს 34 წესით გათვალისწინებული ხმოვანი სიგნალი. ეს წესი არ ათავისუფლებს გამსწრებ გემს მე-13 წესის მოთხოვნების შესრულებისგან. ამ სიმულაციის მიხედვით ტანკერი აგრძელებს არხში მოძრაობას, ხოლო მას უკნიდან მიჰყვება ბალკერი, რომელსაც სურს მის წინ მყოფ გემზე გასწრება. თუ ის გადაწყვეტს გასწრებას მარჯვენა ბორტიდან, მან უნდა აცნობს ხმოვანი სიგნალით. ორი გრძელი და ერთი მოკლე, რომელიც მიუთითებს, მე ვაპირებ გასწრებას შენი მარჯვენა ბორტიდან. ხოლო თუ ის გადაწყვეტს გასწრებას მარცხენა ბორტიდან, მან უნდა აცნობს ხმოვანი სიგნალით. ორი გრძელი, ორი მოკლე, რომელიც მიუთითებს, მე ვაპირებ გასწრებას შენი მარცხენა ბორტიდან. ამ შემთხვევაში ბალკერი აპირებს, რომ გაუსწროს მარჯვენა ბორტიდან და შესაბამისად მიუთითებს ხმოვანი სიგნალით. ორი გრძელი, ერთი მოკლე. თუ გასასწრები გემი, ანუ ტანკერი თანახმა ამ განზრახვაზე, მაშინ მან უნდა მიუთითოს ხმოვანი სიგნალით.
ერთი გრძელი, ერთი მოკლე, ერთი გრძელი, ერთი მოკლე. მაგრამ თუ ის წინააღმდეგია ბალკერის ამ განზრახვით, მაშინ ტანკერმა უნდა მიუთითოს 5 მოკლე ხმოვანი სიგნალით. მაგრამ ამ შემთხვევაში ის თანახმა ამ გასწრებაზე და იღებს შესაბამის ზომებსაც და გადაინაცვლებს გვერდით ამ მხარეზე, რათა მის მარჯვენა გვერდზე დატოვოს მეტი თავისუფალი სივრცე, რითაც გამსწრებ გემს მისცემს საშუალებას, რომ უსაფრთხოდ შეასრულოს მისი განზრახვა. მიუხედავად იმისა, რომ გზა დაუთმეს, ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისუფლდება ვალდებულებებისგან. გემმა, რომელიც ასწრებს, მაინც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ არ შეუშალოს ხელი ტანკერს და მანამ არ ითვლება გასწრება დასრულებულად, სანამ ბოლომდე არ ჩაულის და უსაფრთხო მანძილი არ დარჩება მათ შორის. გემმა ვიწრობთან ფარვატერის მოსახვევთან ან ისეთ მონაკვეთთან მიახლოებისას, სადაც წინააღმდეგობათა არსებობის გამო შეუძლებელია სხვა გემის დანახვა, უნდა იმოძრაოს განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით და მისცეს 34 წესით გათვალისწინებული ხმოვანი სიგნალი. ამ ვიდეო სიმულაციიდან ვხედავთ, რომ მარჯვენა მხარეს არსებული ზონა უზღუდავს გემს ხედვის არეალს, რის გამოც მას არ აქვს ინფორმაცია, მოდის თუ არა სხვა გემი ამ მხრიდან. ამ შემთხვევაში ტანკერი წესების სრული დაცვით მიჰყვება არხს და როდესაც უკვე უახლოვდება მოსახვევს, შეზღუდული ხედვის არეალიდან გამომდინარე, საჭირო ხდება ერთი გრძელი ხმოვანი სიგნალის მიცემა, რათა გასაგები იყოს სხვა გემისთვისაც, რომ მოძრაობა გააგრძელოს განსაკუთრებული სიფრთხილით. ხოლო თუ ტანკერს ეყოლება შემხვედრი გემი, ისიც მისცემს სიგნალს, რაც ტანკერისათვის იქნება გაფრთხილება, რომ ის ამ მონაკვეთში მარტო არ არის. სწორედ ამიტომ საჭირო იქნება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ნავიგაცია. ბოლო პარაგრაფიდან კი ვიგებთ, რომ ნებისმიერი გემი, თუ გარემოება ამის საშუალებას იძლევა, უნდა ერიდოს ვიწრობებში ღუზაზე დგომას. ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული გემის ღუზაზე დგომა. სწორედ ამიტომ, ამასთან დაკავშირებით არსებობს ცალკე წესი. საბოლოოდ მე-9 წესის განხილვისას ჩვენ გავიგებთ, რომ ეს წესი არეგულირებს გემების მოძრაობას ვიწრო არხებსა და ფარვატერებში. გემმა უნდა დაიკავოს მარჯვენა მხარე, არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა გემის მოძრაობას და იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით. ხოლო პატარა ან აფრიანმა გემებმა, ისევე როგორც თევზჭერით დაკავებულებმა, უნდა დაუთმონ გზა გემებს, რომლებიც უსაფრთხოდ კვეთენ არხს. აგრეთვე გემმა არ უნდა გადაკვეთოს არხი, თუ ეს ხელს უშლის სხვა გემს. გასწრება ნებადართულია მხოლოდ წესების სრული დაცვით და უსაფრთხოების სრულ გარანტიაზე დაყრდნობით. ხილვადობის შეზღუდვისას აუცილებელია ხმოვანი სიგნალების გამოყენება, ხოლო ვიწრობებში ღუზაზე დგომა დაუშვებელია. იმედი მაქვს, რომ ვიდეოში მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. თუ ჩვენი არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ ის და თვალი ადევნეთ. მადლობა, რომ გვიყურეთ.